Looks like the whole neighborhood's lost power. What the hell is that? We can't leave. I think that our neighborhood, our house, our whole street has moved. How the hell is that even possible? That's what I loved about the script when I first read it was the სცენარი რომ წავიკითხე, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა იყო ოჯახური ისტორია და ის რომ ზუსტად არ ვიცოდი საით მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც კი მივხვდი რომ ეს გიჟური დინოზავრებთან დაკავშირებული გადარჩენის ფილმი იყო, კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე. მომწონს როგორც წერს დეივიდი ამ წყვილზე, მათ ურთიერთობაზე, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. ისინი წესიერად ვერ ესაუბრებიან ერთმანეთს, ვერ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს, თუმცა ოჯახის გადასარჩენად იბრძვიან და სწორედ ამის წყალობით კიდევ ერთხელ პოულობენ ერთმანეთს. აი ეს მომეწონა, არაჩვეულებრივად იყო დაწერილი. for the actual survival of their family. They find each other again. I loved that. It was very well written. What the hell's going on? Get inside now! I just heard a gunshot! It was a mixture of a lot of different types of ეს იყო კინომაგიის სხვადასხვა სახეობის ნაზავი. კონტრაქტზე ხელის მოწერისას მითხრეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ამის პრაქტიკულად გასაკეთებლად. ეს უნდა ყოფილიყო ანიმატრონიკა და თოჯინების თეატრი, თუმცა ეს არ გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ მართლაც შესანიშნავი და მშვენიერი კასკადიორები. მათ ხელში ეჭრათ გრძელი ჯოხები, რომლებზეც დინოზავრის თავები იყო დამაგრებული და დარბოდნენ და დახტუნდნენ ქუჩებში. ყველაზე საოცარი მათი იმ დროს ყურება იყო, როცა გადაღება არ მიმდინარეობდა. ეს ძალიან სასაცილო იყო, თუმცა როდესაც გადაღება განახლდებოდა და როლში შევიდოდით. ყველაზე საშინელ არსებებად გადაიქცეოდნენ. მსგავსი არაფერი გინახავთ. ისინი უბრალოდ საშინელი და უცნაურები იყვნენ. Gather supplies. Grab anything you can use as a weapon. What are we gonna do? We're gonna survive.